მარიამობის მარხვა ეკლესიაში 1166 წლამდეც არსებობდა, თუმცა სხვადასხვა ადგილას მისი ხანგრძლივობა განსხვავებული იყო. მისი დღევანდელი ერთიანი ორკვირიანი წესი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე პატრიარქ ლუკა ქრიზობერგის თავმჯდომარეობით ძველი საეკლესიო გადმოცემის საფუძველზე საბოლოოდ დაკანონდა. ამიტომ სწორია, რომ ვთქვათ, 1166 წელს მარხვა კი არ შექმნილა, არამედ მისი ორკვირიანი წესი დამყისდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრით მარხვა ხვალ 14 აგვისტოს იწყება და 27 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. 28 აგვისტოს კი ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიძინება აღენიშნება. მისი მნიშვნელობაა მორწმუნის სულიერი მომზადება ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისთვის ლოცვით, სინანულით, თავშეკავებით, მოწყალებით და მოყვასთან შერიგებით, მიტევებით. მარხვისას ვცდილობთ მივბაძოთ ღვთისმშობლის სიმდაბლეს, სიწმინდეს, მორჩილებასა და ღვთისადმი ერთგულებას. ეს მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება კი არა, გულის განწმენდისა და ქრისტესთან მიახლოების გზაა. ღმერთმა დაგვეცოთ და მოგცეთ ძალა. ამინ.